Ჩვენ უყურებთ ცეცხლის ხაზს, ჩვენი სტუმრები არიან ლაშა ტუღუში და თინა თიმბერძენიშვილი. ჩვენ განვიხილავთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ მოვლენებს. თიკო, კითხვა მაქვს თქვენთან, შეასრულებს თუ არა ახალი ხედვის პირობებში, ამ რეფორმის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, რომ საზოგადოება შესთავაზოს პოლიტიკური დებატები და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის სოციალური საკითხების განხილვა. ცხადია, დარწმუნებული ვარ და უფრო მეტიც რომ შეასრულებს, მით უფრო თუ გვექნება საშუალება, რომ საუბარი იყო რეგიონალური ოფისების აღჭურვაზე და რეგიონებში ჟურნალისტების გააქტიურებაზე და მათ ჩართულობაზე, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას სულ ვამბობთ, ეს ტრივიალურია, მაგრამ არ არის მხოლოდ თბილისის ტელევიზია, რეგიონებში ჩვენ დიდი პრობლემები ქონდა ყოველთვის, იმიტომ რომ რაღაც რესურსი ამაზე არასდროს მოდი ხვალ და მოდი მერე, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა სხვაგან გვეწვის. და ცხადია თუ გვექნება ეს უფრო კარგად შევასრულოთ იმ ვალდებულებას, რომელიც გვაკისრია, მათ შორის სექტემბერში საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაცემების ალბათ ნაწილი უნდა იყოს ეთერში, რადგან მათ შორის მოამბე ძალიან აქტიურად, რათა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც მას აკისრია. პრინციპში ფუნქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის, ახლა რომ ამოვიღოთ ეს PCM Public Service Media, რაც არის პირველი წესი, სულ რო კანონი არ რეგულირებდეს, ნებისმიერ ქვეყანაში არის ის, რომ უზრუნველყოს ახალი ამბების და მიმდინარე მოვლენების, ანუ ზომიერად გაშუქება და ობიექტური პლურალიზმი ეს არის ობიექტურობა და ბალანსი ინფორმაციის მიწოდების დროს. ბატონო ლაშა, თქვენ არ უარყოფთ რეფორმების ესე იგი აუცილებლობას, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს რეფორმები ადამიანური რესურსის შემცირების გარეშე? ეტაპობრივად ამბობთ, აი რა მნიშვნელობა აქვს ახლა ეტაპობრივად, როცა უშვებ ადამიანებს, ეს უფრო ადამიანურია თუ არა, ეტაპობრივად განხორციელება რეფორმები რა იგულისხმება ამ ეტაპობრივ რეფორმებში? მე ახლა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამ რეფორმის გარკვეული თვალსაზრისით რეფორმას ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მეც მიმეღია მონაწილეობა რა კანონპროექტების ავტორი გახდით და ეს კანონპროექტები მიიღო პარლამენტმა, ჩემი აზრით, იმ მომენტში წინ გადადგმული ნაბიჯი, რაზედაც არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა და ჩვენ ლიდერები ვართ ამ ნაწილში, აი მთელ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ასე შემდეგ. ეხლა რეფორმები არ გულისხმობს მეორე ნაწილზე გიპასუხებს ავტომატურად ადამიანების შემცირებას. ხა რეფორმა შეიძლება შეამცირო ადამიანები და ასე ჩაატარო რეფორმა, შეიძლება თუ გააქვს გარკვეული რესურსი გაზარდო ადამიანები, ან რაღაცა მიმართულება გააძლიერო. ეხლა რამდენად ადეკვატურია ეს აპრიორი რომ ლაპარაკობთ, სავალდებულო არის ადამიანი გაუშვა, შეიძლება ვიღაცა გაუშვა, ვიღაცა მიიღო, ან ერთი გაუშვა, ორი მიიღო, რომელიღაცა გადაცემა დაამატო, სადღაც შეამცირო. თავარი ამაზე კი არ არის ლაპარაკი. ადამიანები რომ ველაპარაკეთ პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარებს, აი ესე. არა, მე თქვენ არასწორად მიგებთ, მე პროფკავშირების თავმჯდომარე არა ვარ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აღელვებს ბედი იქ მომუშავე ხალხის და როდესაც მე მესმის რომ ახალ ადმინისტრაციას ბორცვს არადაბერს კაცი სახში უნდა გაუშვა, რომელსაც აქვს ინსტიტუციური მეხსიერება, რომელსაც აქვს ოჯახი ყავს, რომელიც იღებს ხელფასს, რომელიც დიდ ნაწილს აქვს მაღალი პროფესიული სოდნა. პირველი არის სოციალური პროექტი. თქვენ არ გადარდეთ, ოდეში სოციალური არა აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით კითხვის დასმაში. რას ნიშნავს? სოციალური ვალდებულებები თუ ეს გაინტერესებთ, გააჩნია დამსაქმებელს და არსებობს კოდექსები და არსებობს ცივილიზაცია და თქვენ თუ გონიათ რომ რახან სოციალური პროექტი არ არის, ამიტომ შეგიძლია ვისაც გინდა პანჩური ამოარტყა ქუჩაში გაუშვა, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ვერ დაგეთანხმებით. იცით რა, შეურაცხყოფელი სხვა რამეა რა, როდესაც შეურაცხყოფელი პანიკას ნუ დავთესავთ. ეს ციფრის სტატისტიკურად უკაცრავად, მაგრამ ეს მესმის, მე ვკითხულობ სხვა სააგენტოებში ყოველდღიურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ არა უკაცრავად, მაგრამ რამდენი 101 გადაცემას თუ ხურავ.
რამდენი ადამიანი არის დაკავებული ამ ერთ გადაცემაში და ხურავთ დანარჩენი მომსახურე პერსონალიანად, ესე იგი თქვენ ხალხს უშვებთ, ვინც შემოქმედებით ნაწილშია და ვინც დანარჩენია, იმათ ტოვებთ. ხადი არავის არ ტოვებს. ვინმე გასაგებად თქვა, რამდენი ადამიანი არ უთქვამ შეგნებულად და გეტყვით რატო გიპასუხებთ, იმიტომ ესე იგი ეს რო ყოფილიყო იმპერატიული გადაწყვეტილება. თქვენ პროექტზე ვლაპარაკობთ, არ ვლაპარაკობ ჩემ პროექტზე. ბატონი მაღლაფერიძემ რო თქვა, მაგრამ არ გააკეთა. არ გააკეთა, რას ნიშნავს? და გამოიტანა დისკუსიისთვის. ანუ არ ვიმსჯელოთ. წავიდეს? არ ვიმსჯელოთ. ვიმსჯელოთ, მაგრამ შეურაცხყოფა რა არის? არა, იმიტომ 800 ადამიანი საერთოდ არ დასახელებულა და შეურაცხყოფა რა შოშია. არავის არ გაუშვებს. ჩვენთან არის ძალიან კარგი. ეუბნები რომ წადი რაღაც თვეების გამომავლის წადი სახლში. მოდი ესე ვთქვათ, რომ ჯერ არავის არაფერს არ ეუბნება და მიუხედავთ იმისა, რომ მათ შორის მეც ისევ და პასუხისმგებლობა ეს დამასრულებელად მე ვგრძნობ თავიდან ბოლომდე და იმიტომ რომ ამ ორგანიზაციაში ეხლა თითეული მათგანის წინაშე ვქნო პასუხისმგებლობას. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ 2016 წელს ჩვენ ეს ვცადეთ ამ მოდელზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ მოდი არავინ არსად არ გაუშვათ, ვეცადოთ, რომ აი აბობოქრებულ ზღვაში გემი რაღაცნაირად მოვატრიალოთ. ის წელი იყო ხარისხის დახვეწის, არა, დახვეწის წელი, დაიხვეწა ძალიან რამდენიმე ახალი გადაცემაც დაემატა და ძალიან კარგი გადაცემა დაემატა. ვაკას ემახსოვრება ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი კვლევა. საექსპერტო კვლევა კორელაციაში როგორ მოვიდა, მე შემიძლიათ ესე წარმოგიდგინოთ ერთმანეთთან და არავის არ იყო მაშინაც გამბედაობა, თუმცა ბევრ კვლევაში უფრო კრიტიკული შენიშვნები მივიღეთ, რომ ითქვა, რომ დიახ, ეს გადაცემა მე არ მომწონს, მაგრამ დასახურია. მაინც ადამიანები ინარჩუნებთ, რომ ის ჩემი მეგობარია, ეს ჩემი ახლობელია, მოდი კი არ დავხუროთ, მოდი იქნებ შევცვალოთ, მოდი ჩვენ ეს ვცადეთ უკვე. უბრალოდ არ გამოვიდა. მე მაქვს ეს საექსპერტო დასკვნა, სადაც იღებდნენ ძალიან ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს რაოდენობრივი კვლევა, ჩვენ გვაქვს თვისობრივი კვლევა და ეს იმ ადამიანების ჩატარებულია, რომლის ასე ვთქვათ, კომპეტენციაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, ეს ცდელობა იყო. მაგრამ ამ ცდელობამ ეხლა საუბრობთ, რომ მოდი დავიწყოთ. მე არ ვიცი რა კვლევაზე ერთ საუბრობ. მეორეც თუ გინდა შევალ დეტალებში. არანაირი შეურაცხყოფა არ არის, როდესაც ეს არის რეაქცია. თქვენ მინდა სწორედ გაიგეთ. შეურაცხყოფა სხვა რამეა. და უნდა იცოდეთ, თქვენ რა არის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა არ არის, როდესაც ერთვენიერ დღეს გენერალ დირექტორი გამოდის და ამბობს იმას, რასაც მე ახლა ვიმეორებ. ეს არის ჩემი აზრით შეურაცხყოფა იმ ხალხის რა, რომელიც იქ მუშაობს და არანაირად არ ვლაპარაკობ. მე ჩემი მეგობარია და ჩემი ბიძაშვილი. მაგ პრინციპით მე არასოდეს არ მიხემძღვანელია სხვათა შორის რა. მე სხვა რამეს ვამბობ, რომ არ შეიძლება ხელის მოსმით ილაპარაკო, იმიტომ იქ არის ინსტიტუციური მეხსიერება, იქ არის ცოდნა, იქ არის დაგროვილი ინფორმაცია, ესე არ არის, რომ ხა ყველა გაყარო და ხვა ერთი წლის მერე თავიდან აკეთო ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. რა თქმა უნდა, მე ესე ვაფასებ. მეცაც გეტყვით, მე ვამბობ, რომ თუ ამას გააკეთებ, რასაც ამბობს გენერალ დირექტორი, დამლაგებელი ხო არ არის. ეხლა აირჩიეს, როცა ამას ამბობს გენერალ დირექტორი, ჩემთვის ეს არის დაახლოებით იგივე, რაც არის საცდელი ყურდღლებთან მიმართებები. ამასაც გეტყვით. ეხლა თქვენ გმითხარით, რომ ეს ორმაგი შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა ეს არის შეფასება. შეურაცხყოფა სხვა მნიშვნელობა. ამიტომ გიმეორებთ, რომ ეს არის საცდელი ყურდღლები, ეს არის დესტრუქციული შეხედულებები. ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ და მე ის თქვენი გამბედაობა ეხლა მომეწონა, რომ თქვით, რომ იცით რა, თქვენ გაქვთ გეგმა, კარგია რომ გაქვთ გეგმა, თქვენ გინდათ სხვანაირად მოიქცეთ. ეგ უკვე კარგია, ჩვენ ეხლა რაზე უნდა ვიფიქროთ, იცით, რომ ის რაღაცა არ უნდა გაკეთდეს, რომ არ დავანგრევინოთ ეხლა ეს ტელევიზია და კარგია, რომ მაღალ მენეჯმენტს აქვს განსხვავებული შეხედულებები, მე ვიცი, რომ ბორჩიც არის განსხვავებული შეხედულებები, მე ვიცი, რომ საზოგადოებაშიც არის, ჟურნალისტურ წრეებშიც არის და ეს მართლა ჩალით არ არის. კი ბატონო, გენერალურ დირექტორსაც აქვს მზაობა ამ განსხვავებული იდეების გაზიარების. ახლა შეგვიძლია დაგიდასტუროთ. ძალიან გამიხარდა გულწრფელად გეუბნები. ძალიან კარგი და ამიტომ თვითონ როდესაც საუბრობ, არავის შეურაცხყოფაზე მით უფრო ისევ და ისევ ჯობდა რომ ესეთი აზრები არ გამოეთქვა და არ მოხდარიყო ის რაც მოხდა. შეეძლო სხვანაირად მოქცეული. უფრო გენერალურ დირექტორს აქვს ნებისმიერი და ძალიან ბევრი დაეთანხმება. კიდე მე უფრო მეც გეტყვით, თვითონ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება დიახ სწორედ ასეთ მოდელს. რომ დიახაც, როდესღაც გვეშველოს, იმიტომ რომ
იქ მუშაობენ ძალიან პროფესიონალი ადამიანები, ისინიც დაიღალნენ მუდმივად. რამოდენს დაეთანხმება, ყველაფერი დაიხუროს თვალს. ხადია, რო არ ეთანხმება ყველა ასე ღიად, მათ შორის სამეურვეო საბჭომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ცხადია ეს გადაიხედება და ეს არის მხოლოდ შეთავაზება და მე უკვე რაღაცა ეს პოპულისტური განცხადებების კეთება არ მგონია მე სწორი, დავჯდეთ ვისაუბროთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას სხვა შორის მაგალითს მოგიყვანთ, შარშან საბერძნეთში საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიხურა, იცით რის გამო? დაიხურა, უბრალოდ მოკტა, იმიტომ რომ ქონდა ძალიან დიდი ვალები. და რა როგორ სწორედ იმიტომ აი დაიხურა, დასხდნენ და დაიწყეს ფიქრი რა გვინდა საბჭოთა. ჯერა რო ეს მოკდა საბერძნეთში, იმდენი არა მარტო საბერძნეთში, ეხლა შემიძლია მოგიყვანთ ბოსნია-ჰერცეგოვინაში ხდება ეს პროცესი. მოლდოვაში და კულტურულ თავისებურებებს გულისხმობ. ცენტრალური ევროპა. ბატონო ლაშა, მეც მგონია ეხლა მაპატიეთ, მაგრამ მეც მგონია რომ პოპულისტურია პოზიცია, როდესაც თქვენ აპრიორი არაძლევთ შესაძლებლობას გენდირექტორს და ახალ ადმინისტრაციას განახორციელოს ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია მარკეტინგული, მათ შორის შემცირება საკადრო რესურსის, ახდენთ დემონიზაციას და პრაქტიკულად გამოდის ის, რომ გამბედაობა ვასილ მაღლაფელიძეს იწვევს აი ამ ესე იგი ხის და ორგანიზებულ და ჩემთვის არარაციონალურ პროტესტს. აი მხოლოდ ის რომ იქ ადამიანები არიან ოჯახები თითქოს ახლა ბორდის წევრებისთვის ეს არ იყოს ეს ცნობილი ან გენერალურ დირექტორისთვის, მაგრამ აუცილებელია როგორც ჩვენ ვისმენთ რადიკალური ზომების განხორციელება. ამიტომ მიუხედავად თქვენ ეწინააღმდეგებით და გარდა ამისა არის ჩემთვის არის ლოგიკური შეუთავსებლობა. თქვენ ხართ რეფორმების მომხრე, მაგრამ ამავე დროს გამორიცხავთ ადამიანების რეფორმების მომხრე, მაგრამ მე არ ვარ გრევის მომხრე. და როგორ ხდება ეს მოდელი არის გრევის და რეფორმები არ გულისხმობს ერთი დღეში გაყარო ყველა გარეთ. შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ თქვენი ალტერნატიული გეგმა, თქვენ გააქვთ. მე არ მიმიღია პროფესიონალი და მე არ მიმიღია მონაწილეობა ამ თქვენი ზოგადი ხედვა. როგორ შეიძლება რეფორმების განხორციელება, აი ქალბატონ თინათინე არის, რჩევა მიეცით. როგორ შეიძლება განხორციელება რეფორმების აი ამ რადიკალური ნაბიჯების გარეშე? ამ ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება, იმიტომ ეს არის გრევა. თუ იქნება საჭიროება და დავინახავთ რომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას მიუხედავად აი ჩვენი ესეთი მკვეთრი შეფასებებისა ყოველთვის ვეხმარებოდი და ბევრად უფრო რთულ სიტუაციებშიც მიგვიღია მონაწილეობა კონსტრუქციული ხასიათის. აქ ლაპარაკს არაფერი არ უდგას წინ, არაფერი არ კიდევ ერთხელ გიმეორებთ. შესაძლოა რომ ჩვენ ჩავერთოთ მე პირადად ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა გარკვეული თვალსაზრისით. უბრალოდ ეხლა რა უნდა გაკეთდეს და რეფორმების გეგმა წარმოგიდგინოთ, ეს ჩემი მხრიდან იქნება ძალიან არასერიოზული, იმიტომ რომ აი ქალბატონი იყო შესაძლოა ჩვენ ვიმსჯელოთ. თქვენ რო წარმოადგენთ გეგმა, როცა მონაწილეობდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდით, ეს არასერიოზულია ხა თქვენ რა ამოცანაც მე დამისვით. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი შეხედულებები, მაგრამ ამას სჭირდება სხვა ვითარება, სხვა დრო, სხვა მაგრამ აპრიორულად ეს არის კვალიფიკაციას. მე რა თქმა უნდა 1200 თუ 1300 ადამიანი სადაც მუშაობს, ყოველთვის ხდება რომ ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის. მაგრამ თავისთავად ლაპარაკი რომ რეფორმა გულისხმობს რომ დაითხო დიდი ოდენობით, აი როგორც ქალბატონმა იამბზალნა რაღაც მასობრივად ცნებაზე მასობრივად, ხო, ეხლა ბევრი შეიძლება მითხრა ის არის ადეკვატური თუ არ არის ადეკვატური. ისიც რამ შეიძლება მითხრათ, ბრავალი 2 და 2-ზე მე 2-ს თუ გავუღვა, ესეც ბევრს ნიშნავს. ეხლა თუ ამ ლოგიკით ჩვენ ხო ბავშვები არა ხო გვესმის რაზე აქვს საუბარი? რაზე არის საუბარი? საუბარი რაზეც არის, ამაზე ვკამათობთ რამდენიმე დღეა. ეხლა გადავედით სხვა რამეზე, რომ შესაძლოა გადავრჩეთ და ამ მოდელს არ მივყვეთ და არსებობს როგორც აღმოჩნდა განსხვავებული მიდგომები. კი ბატონო, აი იმედი გვაქვს, რომ ეს განსხვავებული მიდგომები გახდება საჯარო, გვექნება შესაძლებლობა იმ მოდელებზე ვიმსჯელოთ და შევხედოთ, იმიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არ არის კერძო არხი, რომ ვიღაცა შინა საქმეებს ჩავერე, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამიტომაც ახალ მოდელი რომ იქნება, იმ მოდელთან დაკავშირებით მივიღებთ მონაწილეობა და მე მზად ვარ მაგ ფორმატში თქვენ თუ შემოგთავაზებთ, კი ბატონო, მოვალთ და მივიღებთ მონაწილეობა. ოღონდ ეს არის სხვა საკითხი. ეს არის სხვა საკითხი. დავამატებ, აი სწორედ ახსენა ბატონო
ლაშამ კერძო ეს არ არის კერძო ტელევიზია. ეს რო კერძო ტელევიზია ყოფილიყო, მოსული დირექტორი ცხადი ამას გააკეთებდა, არ გააკეთებდა, მე რა დაუძახებდით და რა შეფასება გვექნება და ეს სხვა საკითხი. მას ამის ლეგიტიმაცია ექნებოდა. ვინაიდან მას ამის ლეგიტიმაცია არ აქვს, ამისთვის არსებობს სამეურვეო საბჭო, არჩეული პარლამენტის მიერ, არსებობს საზოგადოების მონიტორინგთან ძალიან ბევრი ჯგუფი, არსებობს თანამშრომლები ჩვენ ყველანი, სწორედ ამიტომ გახდა ეს კითხი დისკუსიის საგანი და გამოვიდა საჯაროდ. მე არ მგონია რომ ესეთი ტრაგიკულია, ცხადია, როდესაც ადამიანების ბედზე ვსაუბრობთ, ეხლა ერთმანეთზე ესეთი მიმტევებ ერთმანეთს ნუ შევედრებთ იმაში ვის როგორ ვინმე შეიძლება ეცოდეს პირველ რიგში მე ვიქნები ასეთი, იმიტომ რომ თითოეული ადამიანისზე ვიღებ პასუხისმგებლობას და იმიტომ ხას უსმევ მე ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში კიდევ. აი ამას მინდა რომ ხაზი გავუსვა. კიდევ უფრო მეც გეტყვი დისკუსიასთან ერთად, მე მქონდა უკვე მიმოწერა ევროპულ მაუწყებელთა კავშირიდან, ისინი მზად არიან მომავალ კვირასვე ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად ჩაებენ ამ დისკუსიაში. სხვათა შორის არც ისე გაუკვირდათ ეს ჩვენი პროგრამა, ნუ ასე ვთქვათ, გადაგზავნილი. ჩვენგან სამწუხაროდ ბევრი რამე არ უკვირთ ხოლმე. არა, გაუკვირდათ არა, იმიტომ რომ ეს ხშირ ბევრ ქვეყანაში ხდება, ძალიან რთული პროცესია. ეხლა როდესაც საერთოდ აღარ წავალთ, მე მგონი ამ გადაცემის ფორმატს გაცდება BBC ლაპარაკობს ეხლა სრულ კომერციალიზაციაზე BBC-ს და იძახის რომ საერთოდ აღარ მინდა ლაისენს ფი, იმიტომ რომ არ მინდა საზოგადოებას წავართო ფული, იცით ეხლა კონსერვატული პარტია როგორ ფიქრობს და პირდაპირ გადავდივარ ის საერთოდ არ უღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტებს. ის შეიქმნა 50-იან წლებში, როდესაც აბსოლუტურად სხვა ნარატივი იყო. ხომ სოფლიოში ეხლა სხვა დისკუსია რა. ხო, ამიტომ რა მინდა ვთქვა, ევროპა მაუწყებელთა კავშირის ჩართულობა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ თქვენ ყველა მედია ექსპერტს, ყველა საზოგადოება ამას მხოლოდ მიესალმება. მასთან ერთად ამ დისკუსიაში შემოვა ალბათ ეს ინსტიტუციაზე, ვფიქრობ, რომ ზუსტადად ძალიან სწორ გზას დავადგებით და რატო ალბათ აი მსგავსი აი ეს აჟიოტაჟით საჭირო იყო იმის რომ ყველა ერთად შევთანხმდეთ. მართალია დისკუსია სხვა არის, მაგრამ მაინც მინდა კითხოთ, საქართველოში არიან ადამიანები, ვინც მიიჩნევს, რომ საერთოდ არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საჯაროდაც ამბობენ ამას. სავარაუდოდ ეს მორიგივნებათ აღევა პირველი არხის იბრო მათ არგუმენტებს ალბათ კიდევ უფრო ამყარებს. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ესეთი პასუხი დღეს მათთვის, რატომ არის აუცილებელი რომ შენარჩუნდეს ეს? ვფიქრობ, რომ ბატონმა ზვიად ქორიძემ გულშინ ძალიან კარგად ისაუბრა და უცოტა მეტი დრო რო ქონოდა და საშუალება რომ ესაუბრა საღარს გულშინდელ გადაცემაში უფრო მოვისმენდით, ასე ვთქვათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთ ქვეყნის არჩევანი, როგორი სივრცე უნდა რომ ქონდეს საზოგადოებას, ეს არჩევანი უკვე გაკეთებულია და საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობს. თუმცა როგორი ფორმებით არსებობს და რატო ესეთ კრიზისში ამაზე ვსაუბრობთ და რომ ასეთი არ უნდა იყოს და ასეთი ფორმით ალბათ არც შეიძლება რომ ვილაპარაკოთ როგორ განვითარდება მომავალში. მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმას ვამბობ, რომ ახლა როდესაც ადამიანები, რომლებიც ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას ეწინააღმდეგებიან და ძალიან ცუდი ეპითეტებით ხშირად პრესაში თუ მედიაში ეხმიანებენ, ახლა როდესაც მის დამცველებად გვევლინებიან, მე მგონი აქ უბრალოდ სხვა აბსოლუტურად სხვა რამესთან გვაქვს საქმე, აქ შემოდის რაღაცა პოლიტიკური ნაწილი, რისგანაც თავისუფალი უნდა იყოს კანონის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს დისკუსია სხვა კუთხით მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დიახ ქვეყნის არჩევანი და კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი არის უკვე დამოკიდებული ჩვენზე, თქვენზე, იმ ხალხზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც აი ამ პროცესებში ახლა ჩაერთვება. ბატონო ლაშა, ჩვენგან არის საინტერესო პასუხის მოწვევა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეთანხმები თუ არა, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე ვეთანხმები რომ უნდა არსებობდეს, მეცაც გეტყვით, მე გახლავთ საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ეხლა ვასრულებ წინადადებას, ვფიქრობ რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილს კონსტიტუციებში და მე მინდა შევთავაზო ეს ვარიანტი მით უმეტეს აი ჩვენ გვჭირდება გარკვეული გარანტიები იმისათვის რომ დავინახოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ამ ქვეყანაში, მას აქვს კონსტიტუციური გარანტიები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვეთანხმებით იყოს, უნდა იყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი დაწესებულება. ესეთი ნორმები არსებობს. მე სპეციალურად გავეცანი ამ ასე ვთქვათ კონსტიტუციურ სხვა კონსტიტუციებს და ჩანაწერები ნახე ანალიტიკური პუბლიკაციები, რომელიც ეძღვნებოდა ამას, წავეკითხე მიმართე ჩემს მეგობრებს, მათ შორის მუხლი 19 ისეთი ძალიან ცნობილი ასე ვთქვათ გუნდია, საუკეთესო გუნდია იურისტების, რომელიც მედია სამართალში მოღვაწეობენ, მათთან გავიარე კონსულტაციები
სხვებთანაც და ყველამ თქვა რომ ეს არის სწორი ტრენდი. არსებობს ცუდი მაგალითებიც, რომლებიც სადაც მიდიან, მაგრამ აი რაზედაც ეხლა იყოს, მაგრამ ევროკავშირი რაც არის ჩვენთვის ამოსავალი ევროპული მოდელი, ევროპული ცნობიერება ყოფა იცნობს საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან ძლიერ ინსტიტუტს, რომელიც ფარავს ისეთ საკითხებს, რომელსაც ვერ ფარავს კომერციული არხები. ჩვენ გვჭირდება, როგორ შეიძლება დღეს სერიოზულად ვიკამათოთ იმაზე, გვჭირდება თუ არ გვჭირდება, რა თქმა უნდა გვჭირდება საზოგადოება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არის ხო აზრები და გავრცელებულია რომ თუ არ კი, ჩემთვის მართალი გითხრათ, ეხლა ვიცი რომ რისხვას დავიმსახურებ, მაგრამ მე მიმაჩნია მაგალითად რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა ინახებოდეს საბიუჯეტო საქმეების, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. დაფინანსების მოდელი, სხვა მოდელები არსებობს, იქ პირდა უშუალოდ იხდის მაყურებელი, ახლა გერმანიაში მაგალითად, გუშინ მქონდა შეხვედრა ძალიან საინტერესო, ერთ მინისტრთან გერმანიაში ის ამბობდა, რომ ჩვენთან თუ გაქვთ ტელევიზორი, იხდი პირდაპირ. რამდენად კარგია ეს სისტემა დაფინანსების, რომელიც ჩვენ გვაქვს სისტემა. რამდენად კარგია ეს ამას შეიძლება ვისე ვიკამათოთ. კი ბატონო, მე პატივცემ თქვენ მოსაზრებას, თქვენ შეიძლება რადიკალური. მაგრამ ამაზე აი ეს არა, თქვენ შეიძლება გქონდეთ ეგეთი შეხედულება, თუმცა იმპერატიულად გახდევინები. ავწონოთ. დიდი მადლობა რეზონანსის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლაშეთ უღუში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინა თიმბერძენიშვილი, თქვენ უყურებთ ცეცხლის ხაზს, ვაკაშევ თანხმით გამოსვლით. ნოშოვიარო დამანგრეველი შევთანხმდით. მადლობთ რომ გვიყურებთ.